2024 წლის 28 ნოემბრიდან რამდენიმე ღამის განმავლობაში მშვიდობიანი დემონსტრანტების დასარბევად ქართული ოცნება აქტიურად იყენებდა ქიმიურ საშუალებებს. მათ შორის ცრემლდნენ გაზს და წყლის ჭალში შერეულ ქიმიურ გამაღიზიანებლებს. ქიმიური გამაღიზიანებლების ზემოქმედებამ დაზარალებულთა ნაწილისთვის მნიშვნელოვანი ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია. ცალკეულ შემთხვევებში დაზარალებულებს მომდევნო თვეების განმავლობაში ინტენსიური მკურნალობის ჩატარება დასჭირდათ, ხოლო ქიმიური საშუალებების ზემოქმედებით გამოწვეულმა ჯანმრთელობის მდგომარეობამ ამ დროის განმავლობაში მნიშვნელოვნად იმოქმედა მათი ყოველდღიური ცხოვრების წესზე. გუშინ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ გაავრცელა განცხადება, რითიც ვიგებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომაც არც მედპერსონალს მიაწოდა ინფორმაცია და მათაც უმალავს, რითი მოწამლეს ხალხი აქციების ბრუტალურად დაშლის დროს. თაზო კირტავა, საეს იურისტი, უნდა შემოგვიერთდეს ახლა პირდაპირ ეთერში, მას მივესალმები, მოგესალმებით საღამოშვიდობისა. თაზო და მადლობა, რომ დაგვითმეთ. გუშინდელი განცხადება თქვენი მოისმინა საზოგადოებამ, მაგრამ ამ განცხადებიდან, ასე ვთქვათ, ყველაზე უფრო შემზარავი შეიძლება მივიჩნიო მე პირადად ის, რომ კაი, თქვენ შესაძლოა არ გითხრათ შინაგან საქმეთა სამინისტრომ და ვიცით მათი დამოკიდებულება, ხო? როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების, ასევე სამოქალაქო საზოგადოების მიმართ, თუმცა მედპერსონალსაც ამ დრომდე, როგორც გავიგეთ, არ აქვთ ინფორმაცია რა ნივთიერება იყო გამოყენებული. დიახ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჩვენ საერთოდ არ გვიპასუხა შეკითხვებზე, მათ შორის იმასთან დაკავშირებით, რა საშუალებებს იყენებდა, რა ქიმიკატებს იყენებდა მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ. ჯანდაცვის სამინისტრომ გვიპასუხა, რომ მათ ეს ინფორმაცია არ აქვთ და გითხრას ასეთი რამ, რომ მათ არც კი გამოუთხოვიათ ეს ინფორმაცია, იმიტომ რომ როგორც თავად გითხრას, ამის თითქოს საჭიროება არ არსებობდა. მაგრამ სინამდვილეში ჩვენ ვხედავთ იმას, რომ რეალურად ამ ქიმიკატების ზემოქმედებამ სერიოზული ზიანი გამოიწვია ადამიანებისთვის, მათი ჯანმრთელობისთვის და დღესაც კი ხშირად ადამიანები, მათ შორის სოციალურ ქსელებშიც ავრცელებენ ინფორმაციას ჯანმრთელობისთვის მიყენებული ზიანის შესახებ. აქ მნიშვნელოვანია ის, რომ გარდა იმისა, რომ სახელმწიფო არ ღვევს თავის ვალდებულებას, რომ იზრუნოს ადამიანების ჯანმრთელობაზე და მათ სიცოცხლეზე და გაასაჯაროოს ის ინფორმაცია, ან გაისაჯაროებინა თავიდანვე ის ინფორმაცია თუ რა საშუალებებს იყენებდა იმისთვის, რომ მკურნალობაც შესაბამისი ყოფილიყო. გარდა ამისა, თავად ის ასე ვთქვათ, მეთოდები, რომლითაც იყენებდნენ ამ საშუალებებს, გარდა იმისა, რომ იყო უკანონო, იმიტომ რომ მშვიდობიანი ადამიანების წინააღმდეგ იყო გამოყენებული, ნებისმიერ შემთხვევაში იყო ადამიანის სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი. აქ იგულისხმება ის, რომ იმ შემთხვევაშიც კი თუ აი ამ ასე ვთქვათ, ნივთიერების შემადგენლობა რაღაცნაირად გვეცოდინებოდა, მაინც ეს ვერ ამართლებს იმ მეთოდებს, მაგალითად, წყლის ჭალში ქიმიკატების შერევას, რაც არის ცალსახად ზიანის შემცველი პრაქტიკა და ეს პრაქტიკა მრავალი საერთაშორისო სტანდარტის მიხედვით უნდა იყოს აკრძალული სახელმწიფოში და აქამდე ასე იყო კიდევაც, სანამ საკანონმდებლო სტანდარტის შესუსტება გააუარესა. ასევე თავად უკვე გაზგაშვებულ ადგილას ხელთავიდან გაზის გაშვება, რაც დღემდე აკრძალული პრაქტიკა არის, თუმცა ჩვენ ხედავთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ძალიან ინტენსიურად იყენებდა გაზის საშუალებებს, ისე რომ ეს დეზორიენტაციას იწვევდა თავად ადამიანებში, იმ დონეზე, რომ ისინი ხშირად ვერ კი ახერხებდნენ დროულად ტერიტორიის დატოვებას. ასევე ამ საშუალებების გაშვება იმ სივრცეებში, სადაც ადამიანები ძალიან მჭიდროდ იდგნენ, ან გასასვლელები არ იყო შესაბამისი და ადამიანებს არ ჰქონდათ იმ ტერიტორიის დატოვების საშუალება. და კიდევ ერთი საკმაოდ სახიფათო პრაქტიკა, დამიზნებით სროლა ამ კაფსულების ან სიმაღლეებიდან მათი ჩამოყრა, რაც რეალურად გარდა იმისა, რომ თვითონ გაზის ზემოქმედება არის საფრთხის შემცველი, აქ უკვე ფიზიკური, ასე ვთქვათ, ზიანის მიღების საფრთხეც არის ძალიან მაღალი. შესაბამისად, ეს ქიმიური საშუალებების გამოყენება ცალსახაა, რომ იყო ასე ვთქვათ, შეუსაბამო ყველანაირი ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტთან და აქ ცალსახაა ასევე ისიც, რომ ეს ხდებოდა მიყოლებით რამდენიმე ღამის განმავლობაში საზოგადოებისთვის და ექიმებისთვის უცნობი ქიმიური საშუალებებით არბევდნენ მშვიდობიან დემონსტრანტებს. აქ ცალსახა არის ის, რომ ეს იყოს ასე ვთქვათ სისტემური, ეს იყო რაღაც კოორდინირებული მეთოდი
იმისთვის რომ ქართული ოცნების ხელისუფლებას დემონსტრაციები დაეშალა ძალადობრივად და რაღაცნაირად ასე ვთქვათ, სრულიად უგულებელყო ადამიანების შეკრების თავისუფლება. კი ბატონო, ასევე დავამატებდი ცრემლდენი ყუმბარების დაკავების მანქანებში შეყრასაც ამაზეც მიუთითებენ დაზარალებულები გექნებათ ამაზეც ცხადია ინფორმაცია, ხო? ნუ ესეც ძალიან დიახ, ჩვენ ეს პერიოდი ვაწარმოებდით დოკუმენტირების პროცესს არასამთავრობო ორგანიზაციები ერთობლივად და ამ პროცესში არაერთი ადამიანი გამოვკითხეთ, ვინც გახდა ძალადობის, მათ შორის წამების და არადამიანური მოპყრობის სხვრები და ეს რაც თქვენ ახსენეთ არის არა მხოლოდ რაღაც არასწორი გამოყენება, არამედ პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ ეს არის არასათანადო მოპყრობა და შესაძლოა იყოს წამებაც. ამ პრაქტიკაზე მიუთითებს რამდენიმე ადამიანი, რომ მათ ასე ვთქვათ, ეგრეთ წოდებულ წამების მანქანაში, ჩაკეტილ მანქანაში, ასე ვთქვათ, ციცაკის სპრეი შეასხეს, რაც რა თქმა უნდა არის ყოველად დაუშვებელი და ანუ ეს არავითარ ცალსახარო არავითარ სამართლებრივ ჩარჩოებში არ ჩნდება და წარმოადგენს ადამიანების წამებას. კი ბატონო, წამების კიდევ სხვა ეპიზოდებზეც მინდა გკითხოთ, ძალიან ბევრი ნაცემი ფიზიკური დაზიანებით არსებობდა და ამ დრომდე არსებობს ადამიანი, გაქვთ ალბათ ინფორმაცია მათი მომდევნო ჯანმრთელობის პრობლემების შესახებ, მათ შორის ცრემლდენი ყუმბარით მოწამლული ადამიანების საერთო ჯამში სურათი, როგორ ფასდება თქვენთვის იურისტებისთვის არა ადამიანური მოპყრობა, დასჯა და წამება, ეს შეფასება ისმის ხოლმე ხშირად. დიახ, არადამიანური მოპყრობა, რაც ხშირად აღწევდა წამების ზღვარს, რაც წარმოადგენდა წამებას, იყო სისტემური პრაქტიკა. ეს არ იყო რაღაც სპორადული ან ცალკეული გადაცდომები, ან ცალკეული რაღაც სპეცრაზმელების თვითნებობა. ის ქცევის მოდელები, რასაც ჩვენ ვხედავდით, ის ასე ვთქვათ, ორგანიზებულობა ამისი, წინასწარი მომზადება სპეცრაზმის ამისთვის, თუნდაც მაგალითად სპეციალური წამების მანქანების იქ ყოფნა, ის ესე ვთქვათ, დამცირება, რომელიც ძალიან მსგავსი იყო, ასე ვთქვათ, ენობრივ დონეზეც კი ძალიან მსგავსი იყო ის დამცირებელი ლექსიკა და ტერმინები, რასაც ამ ადამიანებს ეუბნებოდნენ, ეს ყველაფერი ცალსახად მიანიშნებს იმაზე, რომ წამება იყო სისტემური და ორგანიზებული, ასე ვთქვათ, დანაშაულის ნაწილი ადამიანების წინააღმდეგ, მათ შეკრების თავისუფლების წინააღმდეგ. აქ მნიშვნელოვანი არის ის, რომ ეს გამოძიება ამ ფაქტების, ამ პრაქტიკის ცალსახად არის არაეფექტიანი, ცალსახად არის ფრაგმენტული და ეს რა თქმა უნდა არის საგანგაშო კიდევ ერთხელ მიუთითებს, კიდევ ერთხელ გვარწმუნებს იმაში, რომ ასე ვთქვათ, ფაქტობრივად ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი მონაწილეობდა და მონაწილეობს ამ დანაშაულის ორგანიზებაში, ჩადენაში და შემდგომ მის დაფარვაში. სწორედ ამიტომაც ჩვენ არასამთავრობო ორგანიზაციები მაქსიმალურად ვცდილობთ იმას, რომ ყველანაირად ასე ვთქვათ, მოვახდინოთ ამ ფაქტების დოკუმენტირება, აღვიწყოთ ეს ფაქტები, პრაქტიკები იმისთვის, რომ ასე ვთქვათ, არ დაიკარგოს იმის გამო, რომ არ ხდება ამის გამოძიება. ჩვენ 11 არასამთავრობო ორგანიზაციამ საკმაოდ მნიშვნელოვანი შრომა გავწიეთ ამისთვის და ამ თვის განმავლობაში მათ შორის გამოქვეყნება ამ კვლევის შედეგებიც.